უფლის წმინდა მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ წმინდა მათე მახარებელი სხვა მოციქულებთან ერთად თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ აი დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელ ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისთვის ეკადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი. სანამ წმინდა მათე მახარებელი იერუსალიმს დატოვებდა, ქრისტიანებად მოქცეულმა იქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოეცა უფალი იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის მოციქულის არყოფნაშიც შეძლებოდათ მათი მოხსენება. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დათანხმდნენ და წმინდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცადამაღლებიდან. ეს არის ახალი აღთქმის წიგნებიდან ყველაზე უფრო ადრინდელი დაწერილი საღვთო წიგნი და ამიტომ პირველი ადგილიც უკავია მათ შორის. მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო სახალხო ენას წარმოადგენდა მთელ პალესტინაში და თავიდან განკუთვნილი იყო ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისათვის. ამიტომ ყურადღება მასში გამახვილებულია სულზე, სჯულზე და მასზე, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია, ღმერთის მიერ აღთქმული ებრაელი ხალხის მამამთავრებისადმი. ამიტომვე მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალოგიის გადმოცემით იწყება, როგორც დავითისა და აბრაამის შთამომავლისა და საერთოდაც მასში უპირატესად საუბარია ქრისტეს ხორციელ ქმნასა და განკაცებაზე. ეს თავისებურება მათეს სახარებისა ასახულია ამ წმინდა მოციქულის ხატებზეც, რომლებზეც იგი გამოსახულია ანგელოზის მაგვარ ადამიანთან ერთად, რაც სიმბოლურად ახასიათებს მის მიერ დაწერილ სახარებას. იერუსალიმიდან წასული წმინდა მოციქული მათე ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ხარებით მოიარა მან მაკედონია, სირია, სპარსეთი, პართია, მიდია და მთელი ეთიოპიაც კი, რომლის სახარებით განათლება მას ერგო. როცა მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვისად ეკადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ამ ქვეყანაში მან მრავალნი განანათლა სახარების გონიერი სინათლით და ბოლოს ერთს კაციჭამიაობით ცნობილ შავკანიანი ხალხის ქვეყანაში მივიდა, სადაც ადამიანები თავიანთი ზნითა და ქცევით გარეულ მხეცებს ემსგავსებოდნენ. აქ წმინდა მათე მახარებელი მირმენად წოდებულ ქალაქში შევიდა. რამდენიმე ადამიანი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე. მცირე ეკლესიაც დააფუძნა მათ და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი და თანამოღვაწე პლატონი დაუდგინა. თვითონ კი მახლობლად მდებარე მთაზე ავიდა და მკაცრად მარხულობდა. ამ სასტიკი ურწმუნო ხალხის მოქცევას ევედრებოდა ღმერთს და აი უკაცრიელ მთაზე განმარტოვებულ წმინდა მოციქულს თავად უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა და მიესალმა თავის მოწაფეს. შემდეგ კვერთხი გაუწოდა და უბრძანა: ჩადი ამ მთიდან ქალაქში და ეს კვერთხი შენს მიერ დაარსებული ეკლესიის კარიბჭესთან აღმართეო, თანაც დასცინა. კვერთხი ესე ჩემი საღვთო ძალით დიდ ხედ გაიზრდება, უხვად გამოიღებს კეთილ ნაყოფს, სიდიდითა და სიტკბოთი ბევრად აღმატებულთ სხვა ხეთა ნაყოფებზე. მის ძირას აღმოცენებულ წყაროს წყალში განბანილი ეს კაციჭამიები პირის სახის სიმშვენიერეს შეიძენენ და ყველა ვინც კი იგემებს ხის ნაყოფს და ივიწყებს მხეცის ზნესა და კეთილ, უწყინარ ადამიანად გადაიქცევაო. წმინდა მოციქულმა მათემ ჩაიბარა კვერთხი უფლის ხელთაგან, ჩავიდა ქალაქში და ნაბრძანების შესასრულებლად გაემართა. იმ ქალაქის მთავრის, ფუბლიანეს ცოლი და ვაჟიშვილი ბოროტი სულით იყვნენ შეპყრობილნი. დედაშვილის შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მიმავალ მოციქულს და სასტიკი, შემაძრწუნებელი ხმით დაიწყეს ყვირილი. ვინ გამოგზავნა აქ მაგ კვერთხით? რატომ გინდა წარგვწყვიტო ჩვენ? წმინდა მათემ აუკრძალა არაწმინდა სულებს ღაღადი და განდევნა ისინი.
განკურნებულმა დედაშვილმა თაყვანისცა მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ უკან. ეპისკოპოსმა პლატონმა რა შეიტყო მათ ეს ჩამოსვლა და სამღვდელოთა თანა მიეგება მას. წმინდა მათე მივიდა ეკლესიასთან და ყოველივე ისე ქმნა, როგორც უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები. კარებთან აღმართა ქრისტესგან მიღებული კვერთხი, რომელიც უმალვე იქ მყოფ თვალწინ დიდხედ გადაიქცა. ფართოდ ტოტებგაშლილად, შესანიშნავი დიდი და ტკბელი ნაყოფებით დახუნძულულად, ხოლო მისი ძირიდან წყაროს წყალი გამოედინებოდა. ამის ხილვაზე ყველანი გაოგნებულნი და გაკვირვებულნი დარჩნენ. სასწავლებრივი ხის სანახავად მთელი ქალაქი შეიყარა. ყველანი ჭამდნენ მის ნაყოფს და სვამდნენ ანკარა წყალს. წმინდა მოციქული მათე კი ამ დროს შემაღლებულ ადგილას იდგა და მათებურ ენაზე უქადაგებდა ღვთის სიტყვას მოქალაქეებს. იმ დღეს ყველა მირწმუნა იესო ქრისტე ჭეშმარიტად და წმინდა მოციქულმა ისინი იქვე მონათლა სასწავლებრივად აღმოცენებულ წყაროს წყალში. და მართლაც უფლის სიტყვისამებრ ყველა კაცი-ჭამია ადამიანი ნათლობის წყალთაგან პირის სახე გამშვენებული ამოდიოდა. მათ შავი კანიც კი თეთრად შეეცვალათ. სხეულებრივ სისპეტაკესთან და სიმშვენიერესთან ერთად ისინი სულიერ სიმშვენიერესაც იძებდნენ, რამე თუ განიძარცვავდნენ მას, კაცსა და შეიმოსავდნენ ახალს, უფალს, იესო ქრისტეს. როცა თავისი ცოლშვილის განკურნების და მომხდარი სასწავლის შესახებ შეიტყო, ქალაქის თავმა თავადაც განიხარა. მაგრამ შემდეგ ეშმაკის ჩაგონებით რისხვით აღავსო მოციქულისადმი, რადგან მთელი ქალაქის მაცხოვრებელნი მასთან მიდიოდნენ და ინათლებოდნენ, ხოლო თავიანთ უწინდელ კერპებს ზურგს აქცევდნენ. სწორედ ამის გამო ფუბლიანემ მისი მოკლა განიზრახა. მაგრამ იმავე ღამეს წმინდა მათეს მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა. გამხნევდი, მომავალ განსაცდელში მე შენს გვერდით ვიქნები და შეგეწევიო. მეორე დილით, როცა წმინდა მოციქული მორწმუნეებთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა და ქება დიდებას უგალობდა უფალს, ქალაქის მთავარმა 4 მხედარი გაგზავნა მის შესაპყრობად. როცა შეიარაღებული მეომრები უფლის ტაძარს მიადგნენ, ისინი უმალ წყდიადმა მოიცვა და შეძრწუნებულებმა ძლივს მოახერხეს უკან დაბრუნება. ფუბლიანემ ჰკითხა, რატომ არ შეიპყარით და არ მომგვარეთ იგიო? მათ კი მიუგეს, ჩვენ გვესმოდა მისი საუბარი, მაგრამ ვერ ვხედავდით, ამიტომაც ვერ შევიპყარით და ვერ მოვიყვანეთო. მაშინ ფუბლიანე უფრო გაანრისხდა და ბევრი შეიარაღებული მეომარი გაგზავნა ეკლესიაში. ძალით მომიყვანეთ აქ, ხოლო თუ ვინმე შეგეწინააღმდეგებათ და დაიცავს მათეს, ადგილზევე მოკალითო. მაგრამ მეომრები ისევ გაწმილებულნი დაბრუნდნენ. ნათელმა გააბწყინა წმინდა მოციქული ისე, რომ მეომრები დაბრმავდნენ, შეძრწუნებულებმა იქვე დაყარეს საჭურველი და გაიქცნენ. ფუბლიანე საშინლად გაანრისხდა. მთელი თავისი ხელქვეითები შეყარა და გამძვინვარებული გაემართა ეკლესიისაკენ, რათა თვითონ შეეპყრო მოციქული. მაგრამ ტაძართან მისული, როგორც კი მიუახლოვდა წმინდა მათეს, იქვე დაბრმავდა. შეძრწუნებული აქეთ-იქით აწყდებოდა და ითხოვდა დახმარებას. მე გზური მომეცითო და როცა ვერავინ გაბედა მასთან მისვლა, ვედრება დაუწყო მოციქულს. შემინდე შეცოდებანი ჩემნი და დამიბრუნე თვალისჩინიო. მაშინ წმინდა მათე მახარებელმა ყველას დასანახად ჯვარის ნიში გადასახა თავის თვალებს და უმალვე აუხილა თვალი. მაგრამ მთავარმა მხოლოდ სხეულებრივი თვალი აღიხილა, რამე თუ დიდ გაბოროტებას სრულიად დაებრმავებინა იგი. ესოდენ დიდი სასწაული საღვთო ძალას კი არ მიაწერა, არამედ ჯადოქრობას და მოგვად გამოაცხადა იგი. წმინდა მათე მიხვდა ბოროტი მთავრის ფარულს რახვას და მზაკრობაში ამხილა ფუბლიანე. მაშინ ფუბლიანემ უბრძანა, მეომრებს შეეპყროთ წმინდა მოციქული, მიწაზე დაეგდოთ გულახმა და ხელფეხით ძელისთვის მიემსჭვალათ. შემდეგ დააყარეს ფიჩხი და ტოტები, მოიტანეს ფისი და გოგირდი, ყოველივე ეს მოციქულს დააყარეს ზემოდან და ცეცხლი წაუკიდეს. ანას და ცეცხლი მინაულდა, ჩაქრა და წმინდა მოციქულით ცოცხალი გამოჩნდა, უვნებელი და შემოქმედი ღმერთის მადიდებელი. მაგრამ ფუბლიანე კიდევ უფრო გამძვინვარდა ამის შემხედვარე. მას არ სურდა ღმერთის ძალა ეღიარებინა. რამაც ცოცხალი შეინარჩუნა ქრისტეს წმინდა მქადაგებელი და სრულიად უვნებელი გადაარჩინა ცეცხლს.
ფუბლიანე უსამართლო ბრალდებებს უყენებდა წმინდა მათეს და გრძნეულს ეძახდა. შემდეგ უბრძანა მსახურებს კიდევ უფრო მეტი შეშა, ტოტები და ფიჩხი მოეტანათ, მათეზე დაეყარათ და ცეცხლი წაეკიდებინათ, ზემოდან კი ფისი გადაესხათ. გარდა ამისა, თავისი 12 ოქროს კერპიც მოატანინა და კოცონის გარშემო დაადგმევინა, რათა ამით მათეს მოგობა განექარვებინა. თვითონაც იქვე დადგა აღგზნებულ კოცონთა და შეწევნისთვის მოუწოდებდა თავის ღმერთებს. და აი, ანას და ცეცხლის ალის საშინელი გრიგალით ეკვეთა ოქროს კერპებს და ცვილივით დაადნო ისინი. აგრეთვე დაიძვნა რამდენიმე წარმართიც, ხოლო დამნარი კერპებისგან გველის სახე მიღებული ალი გამოიჭრა და ფუბლიანესაკენ გაქანდა. გაოგნებულ მთავარს არ შეეძლო გაქცეულიყო და აეცილებინა თავიდან საშიშროება. იგი უღონოდ დაემხო ძირს და მორჩილი ვედრებით მიმართა მოციქულს. მიხსენი და უპვისგანო. მართლაც წმინდა მათ ემახარებელმა როგორც კი შერისხა ცეცხლი იგი უმალვედ დასცხრა. მაშინ ფუბლიანემ ისურვა ცეცხლიდან პატივით გამოეყვანა მათე, მაგრამ წმინდა მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა თავისი წმინდა სული. ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეშობიდან. მაშინ მთავარმა ფუბლიანემ ბრძანა ოქროს სარეცელი მოეტანათ და მასზე დაესვენებინა წმინდა მოციქულის პატიოსანი სხეული, სრულიად უვნებლად გადარჩენილი ცეცხლს. შემდეგ ძვირფასი შესამოსელით შეამოსინა იგი, თავის დიდებულებთან ერთად მაღლა ასწია და სასახლეში შეასვენა. თუმცა მას ჯერ კიდევ არ შეეძინა სრულყოფილი რწმენა და ამიტომ უბრძანა რკინის კიდობანი გამოეჭედათ, ყველა მხრიდან კალის სმულით დაეფარათ და ზღვაში გადაეგდოთ. ამასთან ასე უთხრა დიდებულებს: თუ კი ის, ვინც ცეცხლისგან უვნებლად გადაარჩინა მათე, წყალში ჩაძირვისგანაც დაიფარავს მას, მაშინ მართლაც ვივრწმუნებ, რომ ჭეშმარიტი ღმერთია მისი ღმერთიო და მას ვცეთ თაყვანი ყველამ ერთადო. მას შემდეგ, რაც რკინის კიდობანი მოციქულის პატიოსანი ნაწილებით ზღვაში გადააგდეს, წმინდა მათე ღამით გამოეცხადა ეპისკოპოს პლატონს და უთხრა: ხვალ, მოდი ზღვის სანაპიროზე, თავრის სასახლის აღმოსავლეთით და იქ ჩემ ნაწილებს იპოვი, ხმელეთზე გამორიყულთ. დილით ეპისკოპოსი მორწმუნეთა დიდ სიმრავლესთან ერთად ხსენებულ ადგილას მართლაც მივიდა და მართლაც პოვა იქ რკინის კიდობანი წმინდა მოციქულის პატიოსანი ნაწილებით, როგორც ეს ჩვენებაში ეუწყა. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, მთავარმა ფუბლიანემაც შეიტყო და თავისი დიდებულებთან ერთად ზღვის სანაპიროზე მივიდა. ამჯერად კი მან ჭეშმარიტად ერწმუნა უფალი იესო ქრისტე. ასე დასრულდა მათე მახარებლის ცხოვრებისეული მოკლე ისტორია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გფარავდეთ ქრისტე.